გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. დღეს შევწერ მოკლე ვიდეოს და მოგიყვებით უშუალოდ რა ხდება ფრონტის ხაზზე. მნიშვნელოვანი სიახლეები არის ბოლო 2-3 დღის განმავლობაში, ეს ეხება განსაკუთრებით დონეცკის ოლქს, სადაც უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი რუსული დაჯგუფება, საკმაოდ მოზრდილი რუსული დაჯგუფება არის სრულად უკრაინელების მიერ ალყაში მოქცეული და არის მესამე უფრო მსხვილი დაჯგუფებაც, რომელიც არის რეალური რისკის ქვეშ, რომ იგივე ბედი გაიზიარონ და ისინიც აღმოჩნდნენ სრულად უკრაინელების გარემოცვაში. ამ ყველაფერს გაჩვენებთ რუკაზე და განვიხილავ კონკრეტულ მიმართულებებს სად რა ხდება. დონეცკის ოლქის გარდა ვისაუბრებ ხარკოვზე, კერძოდ კუპიანსკის მიმართულებაზე, სადაც უფრო რთული სიტუაცია გვაქვს და იქ რუსების მხრიდან წნეხი იზრდება, ჩრდილოეთიდან ვითარდება ორი სხვადასხვა მიმართულება შეტევის და ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობით უკვე არიან შეჟონილი უშუალოდ დასახლებულ პუნქტში და იქ მიმდინარეობს წმენდა ამ ყველაფერზე მოგიყვებით. ასევე ამ ვიდეოში უნდა ვისაუბრო დნიპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, სადაც რუსების მხრიდან მუდმივად ბოლო პერიოდში, რაც არის სახიფათო, ცუდი ტენდენცია, მუდმივად ფიქსირდება წინსვლა, დღე არ გავა, რომ პატარა დასახლება მაინც არ დაიკავონ. ამ ყველაფერსაც გაჩვენებთ და მოგიყვებით, რამდენად არის ეს საფრთხის შემცველი, როგორ შეიძლება შეფასდეს ეს სიტუაცია და რა შეიძლება გაკეთდეს ან რა კეთდება ამ რისკების დასაზღვევად და ამ რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან. აქვე გაგეცნობით, ვინც ახლა აღმოაჩინეთ ეს არხი და პირველად უყურებთ ჩემ ვიდეოს, მე ვარ ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline და შეგიძლიათ ახლა გამოიწეროთ არხი, ცხადია თუ მოგეწონებათ ვიდეო და ჩათვლით, რომ ამ ტიპის ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო არის და ლაიქის დასმაც არ დაგავიწყდეთ, ეს კიდევ ყველაზე მარტივი საქმე არის. კომენტარებში ველოდები თქვენს გამოხმაურებებსაც, ცხადია, გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულებები, რას ფიქრობთ, როგორ წავა სიტუაცია, როგორ განვითარდება შემდგომ და რას ფიქრობთ უშუალოდ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელზეც ახლა მოგიყვებით. დავიწყოთ დონეცკის ოლქით, გახსნილი მაქვს უკვე რუკა და ხედავთ დობროპილიას მიმართულებას, რომელიც იყო რუსების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შეტევა მთელი ამ ზაფხულის კამპანიის. მათ აგვისტოს დასაწყისში წამოიწყეს სწრაფი გარღვევა, დაახლოებით 10-12 კილომეტრით აქ წაიწიეს წინ, გადალახეს მათ შორის უკრაინის მთავარი თავდაცვითი ზღუდეც, თუმცა ამის შემდეგ დაიწყო მეთოდურად ესეთი კონტრშეტევები, მცირე პატარა ნაბიჯებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხა ის, რომ ურთულეს მდგომარეობაში არიან ახლა აქ მყოფი რუსი სამხედროები, ჯერ პირველ რიგში ალყაში მოექცა ეს მოწინავე ჯგუფი, შემდეგ უკვე აქ გართულდა მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინელებმა როგორც დასავლეთიდან, ასევე აღმოსავლეთიდან აქ წამოიწყეს შეტევები და საბოლოოდ ახლა სწორედ არის ბოლო სიახლე, გაჩვენებთ, ეს არის 2 ოქტომბრის მონაცემი, რომ აქ არსებული ეს წითელი პატარა მონიშნად, სადაც დასტურდებოდა რუსი სამხედროების ყოფნა და ეს ამ ორ ჯგუფს შორის იყო ერთგვარი კონტაქტის შესაძლებლობა. ნახეთ, როგორ გადაიჭრა, აქ იყო წითელი დაბარვა, თუმცა ეს უკვე ამ მომენტისთვის აღარ არსებობს, რაც აღნიშნავს, რაც გულისხმობს სწორედ იმას, რაც თქვი, ერთი ჯგუფი იყო ალყაში, ახლა უკვე მეორე ჯგუფიც არის ალყაში მოქცეული და მესამე უფრო დიდი, რომელიც ვახსენე, უფრო და უფრო მეტი წნეხის ქვეშ ექცევა. აქ ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აქაც იგივე მეთოდით, როგორც ამ პატარა ჯგუფის შემთხვევაში მოხდა, აქაც ორი სხვადასხვა მხრიდან ახორციელებს ინტენსიურ იერიშებს, შეტევებს იმისთვის, რომ გადაჭრას საბოლოოდ ეს კონტაქტის ხაზი და აქ უფრო დიდი დაჯგუფება მოაქციონ ალყაში. რაც შეეხება რუსების საპასუხო ქმედებებს და მათ მცდელობებს, რომ ამ ყველაფერს თავი დააღწიონ, ერთი რაც უნდა ითქვას, ნაწილი უკვე ჩაბარდა აქ, განსაკუთრებით კუჩერივიართან დადასტურდა ამის შესახებ ინფორმაცია და კადრებიც იყო გავრცელებული, ნაწილი ჩაბარდა, ნაწილი კვლავ უარს ამბობს დანებებაზე და ისინი ელოდებიან დახმარებას. დახმარება საიდან? რაც მოხდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ეხება აქ აღმოსავლეთ მხარეს, პოლტავკას მხარეს განვითარებულ შეტევას, ახალ მიმართულებას, რომელიც გაჩნდა, ნახეთ რა მოხდა აქ რამდენიმე დღის წინ. ესე იგი, 28 სექტემბერს იყო ასეთი სიტუაცია და 29 სექტემბრისთვის დაახლოებით 1 კილომეტრით წინ წაიწიეს. ამ მანევრთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ლოგიკა, რომ დიდი ალბათობით ჩანაფიქრი არის სოფელი სოფიუკას მიმართულებით
მიმართულებით აი აქ დასავლეთით შეტევის განვითარება იმისთვის რომ აქ წნეხის ქვეშ მოაქციონ ერთის მხრივ უკრაინელი სამხედროები რომლებიც თავის დაფარვის ზონას აფართოვებენ და მეორეს მხრივ ეს იყოს ერთგვარად მცდელობა რომ დაუკავშირდნენ საბოლოოდ უკვე შემდგომ პერსპექტივაში აი აქ ალყაში მოქცეულ ჯგუფებს ერთს ან მეორეს და განმუხტონ როგორმე აქ შექმნილი რთული მდგომარეობა მათთვის მაგრამ აი ამ ბოლო ცვლილებებიდან გამომდინარე რაც გულისხმობს აქ კიდევ დამატებით ალყაში მოქცევას და პოზიციების გამყარებას უკრაინელი სამხედროების მხრიდან ხო არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აი ეს ლურჯი მონიშნა არის ახალი რაც გულისხმობს იმას რომ მანამდე თუ ნაცრისფერი ზონა იყო და აქ რუსებს ჰქონდათ ცდომა ეს ტერიტორია ამ შემთხვევაში გაწმინდეს უკრაინელმა სამხედროებმა აქ ერთი აქ მეორე და ნუ აქაც გასაგებია რომ გადაჭრეს ყველანაირი კავშირი და საბოლოოდ ალყა შეიკრა აქედან გამომდინარე რომც განვითარდეს დაუშვათ და რომც განვითარდეს აქ დასავლეთიდან ეს სოფივკას მიმართულებით რუსების შეტევა მაინც ვერ მოახერხებენ ისინი რომ აქ რაიმე განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნან უკრაინას და დიდი ალბათობით განწირული არის ახლო პერსპექტივაში ყოველ შემთხვევაში თუ არ მოხდა აქ რაღაც დამატებით დიდი ძალების მობილიზება და რაღაცა ნახტომი თუ არ შემოგთავაზეს ეს რუსებმა წარმოუდგენლად ჩანს რომ ახლა აი ამ სიტუაციას როგორმე გამოასწორებენ ისინი და შეძლებენ აქ ალყაში მოქცეულების გადარჩენას ნახოთ როგორ განვითარდება აქ სიტუაცია თუმცა ერთი რამ ცხადია რომ 29 სექტემბრის შემდეგ ხო 28 სექტემბრის შემდეგ აი ამ მანევრის შემდეგ აქ წინსვლა აღარ ფიქსირდება ბოლო დღეების განმავლობაში და რაღაცა სწრაფი გარღვევის მცდელობა ყოველ შემთხვევაში აღარ გამოვა ამ ტემპიდან გამომდინარე რაც არის 3 დღე გავიდა წინსვლა არ არის და პირიქით აქ მათ რუსებს დაუმძიმდათ სიტუაცია. ხო, ნუ საინტერესო არის ამ შემთხვევაში აქ ნუ დიდი ალბათობით ლოგიკურად აქ ყველაფერი უკრაინელისთვის სასარგებლოდ დასრულდება. არსად არ ეჩქარებათ მათ ნელ-ნელა ავიწროვებენ რუსებს და დრო ნამდვილად არ მუშაობს ახლა აქ ალყაში მოქცეულების სასარგებლოდ არც ამ შემთხვევაში და არც უკვე ამ შემთხვევაში რაც შეეხება უკვე სამხრეთით მიმართულებას ეს უფრო დიდი ამოცანა იქნება შესრულებული თუ მოახერხეს საბოლოოდ აი ამ კონტაქტის გადაჭრაც უკრაინელებმა და ამ დიდი ჯგუფის ალყაში მოქცევა რამდენიმე სოფლის გათავისუფლება ერთდროულად ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად განმუხტავს სიტუაციას პოკროვსკის მიმართულებით ქალაქის რომელიც პოკროვსკის და მირნოგრადის მიმართულებით რომელიც არის უღებელი სიმაღლე ამ შემთხვევაში ასე რომ ვთქვათ რუსებისთვის მთელი ამ ზაფხულის კამპანიის განმავლობაში მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა რომ როგორმე აიღოთ ეს ქალაქები ეს პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი ქალაქები შემდეგ იყო ეს დიდი გარღვევა თუმცა ყველა მათი მცდელობა არის ჩავარდნილი აქ აკონტროლებენ სიტუაციას უკრაინელი სამხედროები და დიდი ალბათობით აი ამ ზონის გაწმენდის შემდეგ მათ უფრო ხელსაყრელი პოზიციები ექნებათ. ცხადია ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას რომ დონეცკში პრობლემები არ არსებობს ან აქ რამე საფრთხეები აღარ არის მოსალოდნელი საფრთხე უკავშირდება პირველ რიგში აქ დამატებით რუსი სამხედროების დანაყოფების თავმოყრას რაც ვნახეთ ბოლო კვირების განმავლობაში აქ დამატებით ჯგუფები გადმოისროლეს სუმიდან და სხვა მიმართულებებიდან იმისთვის რომ რაღაც ახალი მოამზადონ თუმცა ჯერჯერობით რაღაც ახალი მათი მხრიდან არ ჩანს და რაც დრო გადის უფრო და უფრო დაბალია ამის ალბათობა რომ აქ რაღაცა განსაკუთრებული გარღვევა ისე ვიხილოთ ახლო მომავალში იქიდან გამომდინარე რომ ამინდიც გასათვალისწინებელია სეზონი იცვლება უკრაინაში უკვე აცივდა და ეს ყველაფერი უფრო და უფრო გართულდება და არ გაუმჯობესდება შესაბამისად რაც დრო გავა უფრო და უფრო ნაკლები იქნება იმის ალბათობა რომ აქ რაღაცა მასშტაბური ხიფათის შექმნას რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკიდან გადავიდეთ ხარკოვის ოლქში კუპიანსკზე ვისაუბროთ აქ წინა ვიდეოებშიც რამდენჯერმე შევეხე იმას რომ არის საკმაოდ რთული სიტუაცია რუსები აქ აფართოვებენ თავის დაფარვის ზონას ჩრდილოეთიდან ჩრდილო-დასავლეთიდან არის განვითარებული ორი მნიშვნელოვანი მიმართულება შეტევის და ეს ნაცრისფერი მონიშნა გულისხმობს იმას რომ აქ არის რუსების მხრიდან წვდომა აქ შედიან დივერსანტები შედიან ეს მოიერი შეჯგუფები ისინი იკავებენ დასახლებულ პუნქტს შედიან საცხოვრებელ ზონებში და ასე შემდეგ
შემდეგ ამ ყველაფერზე გიყვებოდით მე წინაზეც და ვისაც არ გინახავთ ახლაც გეტყვით რომ განსაკუთრებით სახიფათო აქ არის ის რომ გარდა დასახლებული ზონის ათვისებისა ისინი ახერხებენ წვდომას უკვე აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობის გზასთან. აქ ეს გზა მნიშვნელოვანი არის როგორც კუპიანსკის მომარაგებისთვის, ასევე მნიშვნელოვანი არის აქ მთელი რიგი დასახლებების მომარაგებისთვის, რომელიც არის აღმოსავლეთით კუპიანსკის და ხო, ეს არის ძალიან საკვანძო თავის ტკივილი ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. პრინციპში აქ სურათი მონიშნების თვალსაზრისით რუსების ყოფნის თუ დაფარვის ზონის თვალსაზრისით არ შეცვლილა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. აი რომ გადავიდეთ უკან, ესე იგი ბოლო ცვლილება იყო აი აქ კი ბატონო 28-ში, ხო, ამაზე მე წინა ვიდეოში ვსაუბრობდი. თუმცა რა ხდება საპასუხოდ ახლა ის უნდა ვთქვათ. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინელებმა დაიწყეს გარკვეული ზომების მიღება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ართულებს აქ სიტუაციას, არის მოსახლეობა. ეს ქალაქი არ არის აქ არ მომხდარა ევაკუაცია მოსახლეობის და აქ რჩება საკმაოდ დიდი ნაწილი ხალხის. აქედან გამომდინარე, რთული არის აქ გაწმენდითი ოპერაციების ჩატარება და იმისთვის, რომ როგორღაც გამოავლინონ ეს შეჟონილი პარული რუსი სამხედროები ამ დასახლებულ პუნქტებში მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება, რომ ქალაქი დაბლოკონ. უკვე რამდენიმე დღეა ვერავინ ვერ გადის ქალაქიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ თქვათ იგივე სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული რუსი სამხედროები შეეცდებიან ამ წმენდას თავი აარიდონ და გავიდნენ, გაიქცნენ, ან გადაადგილდნენ, ამას ვერ მოახერხებენ, თავს ვერ გაასაღებენ ისინი, როგორც ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეები და აი ამ გადაწყვეტილების პარალელურად აქ დასახლებული პუნქტების ჩაკეტვის პარალელურად მიმდინარეობს წმენდა. ამასთან დაკავშირებით იყო ინფორმაცია და არ ვიცი ნახოთ რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ეს მეთოდი ამ შემთხვევაში უკრაინის მხრიდან. ფაქტი არის ის, რომ ოფიციალურად გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს აქ გაწმენდითი სამუშაოები იმისთვის, რომ აღკვეთონ აქ რუსების წინსვლა, ნახოთ რამდენად გამოუვათ ეს ამბავი. ფაქტი არის, რომ ხო, უკვე გავიდა ერთ კვირაზე მეტი ამ ბოლო ცვლილებიდან და არ ფიქსირდება ახლა აქ ახალი გარღვევები რუსების მხრიდანაც ეს ფაქტია. დიდი ალბათობით ეს გამომდინარეობს სწორედ იმ ფაქტიდან, რაც მოვყევი, რომ დაიწყო აქ აქტიური წმენდის ოპერაცია. იმედია, რომ უკრაინელები გაართმევენ თავს და მოახერხებენ იმას, რომ შეინარჩუნონ კონტროლი კუპიანსკზე. ეს არის მნიშვნელოვანი ქალაქი, ეს არის მნიშვნელოვანი გზები და კუპიანსკის დაკარგვის შემთხვევაში არაერთხელ მithქვამს, რომ მთლიანად აი ამ ზონას ექმნება საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ გართულდება შემდეგ უკვე დანარჩენი დასახლებების დაცვა, თუ კუპიანსკზე სრულად დაამყარეს კონტროლი და ამ გზებზე სრულად დაამყარეს კონტროლი რუსებმა. ბოლოს რაზეც მინდა ვისაუბრო ფრონტის ხაზთან დაკავშირებით, ეხება ზაპოროჟიეს მიმართულებას და დნეპროპეტროვსკის მიმართულებას, ეს ნაწილობრივ იქიდან გამომდინარე, რომ აი აქ გადის ესე იგი ადმინისტრაციული ხაზი ამ ორ ოლქს შორის და ორივე ტერიტორიაზე არის გარკვეული ცვლილებები და ყველა ჯერზე აქ გვაქვს სიახლეები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსები მიიწევენ წინ. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ არაფერი განსაკუთრებული მათ არ აუღიათ ამ თუნდაც ბოლო 1 თვის განმავლობაში, აი რომ შევხედოთ, ესე იგი, ცვლილებას ახლა არის 2 ოქტომბერი, გადავიდეთ 2 სექტემბერს რა ხდებოდა, ნახეთ დააკვირდით ცვლილებას 2 სექტემბერი და 2 ოქტომბერი. ძალიან მნიშვნელოვნად არაერთი სოფელი დაიკავეს, მათ საკმაოდ დიდი წინსვლა არის 1 თვის განმავლობაში, თუნდაც მთელ აი ამ ხაზზე. ხო, აგერ ოქტომბერი. ხო, არის აქ მნიშვნელოვანი წინსვლა, მოკლედ სადემონსტრაციო რამდენჯერმე შევცვალე. რა შეიძლება ამაზე ითქვას? ორი რამ შეიძლება ითქვას. ის რომ სოფლები იკარგება, ცუდია, ის რომ რუსები წინ მიიწევენ, ცუდია ცალსახად და ამას ჭირდება კონტროლი, ამას ჭირდება საპასუხო ნაბიჯები. ამ მხრივ იყო გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული, როგორც ითქვა გენშტაბში, საკადრო ცვლილებები მოხდა, კონკრეტულად ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი დანაყოფების ხელმძღვანელები შეიცვალნენ. ნახოთ რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში შედეგი არ ჩანს და როგორც ნახეთ, თუნდაც ბოლო 24 საათის განმავლობაში აქ არის
კიდევ უფრო მეტი დაკავებული ტერიტორია რუსების მხრიდან. აი ნახეთ, ერთ დღეში არაერთი მიმართულებით, რამდენიმე მიმართულებით ისინი ახერხებენ წინსვლას და მუდმივად ეს მოძრაობა არის. აი თითო დღითაც რომ გადახვიდეთ რუკაზე უკან, მუდმივად ეს მოძრაობა და ეს წინსვლა რუსების შესრულებით აქ არის დნეპროპეტროვსკის ნაწილობრივ და ნაწილობრივ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. მეორე მხრივ, რაც შეიძლება ამაზე ითქვას, არის ის, რომ ეს წინსვლა საბოლოოდ არ ნიშნავს სტრატეგიული გაგებით რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას, იმიტომ რომ აქ ჯერჯერობით მათ რაიმე დიდი დასახლება, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლება არ დაუკავებიათ და აქ არსებული წინსვლა არ ქმნის ისეთ საფრთხეებს, მაგალითად როგორც შეიძლება ვიგულისხმოთ ხარკოვში კუპიანსკის მიმართულებაზე, რაც თქვით, ხო, რომ თუ აქ რაღაცა ხაზები გადაიჭრება, მნიშვნელოვანი სტრატეგიული გზების დაკავება მოხდება, სხვა დასახლებებს შეექმნება საფრთხე და შეიძლება შემდეგ ისე მოხდეს, რომ სწრაფად მოუწიოთ უკრაინელებს უკან დახევა, ტერიტორიების დატოვება და სწრაფად დაიკავონ დიდი დასახლებები რუსებმა და უცებ მიაღწევენ, ასე ვთქვათ, წარმატებას. იგივე აქ ხა შეიძლება ითქვას, პატარ-პატარა სოფლებია, ძირითადად სახნავ-სათესი მიწებია, მინდვრებია, რომელსაც ეტაპობრივად იკავებენ ისინი, თუმცა ამ ყველაფერს როგორც თქვით, ჭირდება რეაგირება, ჭირდება მათ შეტევებს შეჩერება და რაღაცნაირად უნდა დასტაბილურდეს ალბათ აქაც სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ნაბიჯები არ ჩანს, ვნახოთ რა მოხდება. ეს არის სულ რაც ამ ვიდეოში მინდოდა მომეყოლა, გაგაცანით ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია. შემდეგ ჯერზე უკვე შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ უფრო ფართოდ განსაკუთრებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. პირველ რიგში ეს ეხება ამერიკის შეერთებული შტატების შემოbrunებას, ტრამპის პოზიციის შემოbrunებას უკრაინის მხარდასაჭერად, ის მისი ცნობილი ტვიტები და განცხადებები უკვე გარკვეულწილად ითარგმნება საქმეში, პრაქტიკულ მხარდაჭერაში უკრაინის, ამაში იგულისხმება როგორც შეიარაღების მიწოდება, ახალი პაკეტების გაფორმება, შესყიდვა უკრაინის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატებიდან, განსაკუთრებით აქ საინტერესო არის, რომ გააქტიურდა საუბარი ტომაჰაუკის ტიპის შორი მოქმედების რაკეტების მიყიდვასთან დაკავშირებით, ველოდებით ამ ამბის დადასტურებას, რაც იქნება ერთგვარი თამაშის წესების შემცვლელი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ძლიერი, ზუსტი და შორი მოქმედების იარაღი. ხო, ნახოთ ამ მხრივ რა იქნება და მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შტატების მხრიდან ეხება იმას, რომ ისინი თანხმდებიან და სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდონ უკრაინას იმ კონკრეტული მიზნისთვის, რომ უკრაინამ განახორციელოს დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმეში და ეს არის ძალიან მაგარი სიახლე. ხო, კიდევ სხვა ბევრი, მათ შორის შეგვიძლია ვისაუბროთ შემდეგ ვიდეოში უკრაინულ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც არის ძალიან წარმატებული და ყოველ დღე გვაქვს ახალი ინფორმაციები რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვასთან დაკავშირებით, სულ უფრო მატულობს იმ ოლქების დასახელება და რაოდენობა, სადაც ბენზინის რიგებია, სადაც ბენზინის დეფიციტია და რუსებს ეს უკრაინული იერიშების საფრთხეს უქმნის როგორც საექსპორტო, ისე შიდა ბაზარზე არსებული სიტუაციის თვალსაზრისით. ხო, ამ ყველაფერზე აუცილებლად მოგიყვებით შემდეგ ვიდეოში უფრო დაწვრილებით, მანამდე სხვა მნიშვნელოვანი სიახლებიც დაგვეწევა დიდი ალბათობით. მოკლედ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ამ ეტაპზე ამით დავასრულებ. გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები, თუ ვიდეო მოგეწონათ დალაიქეთ და დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, როგორ ვითარდება პროცესი რუსეთ-უკრაინის ომში, რა ხდება ფრონტის ხაზზე, ამაზე გამოთქვით თქვენი მოსაზრებები და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. დიდი მადლობა და ნახვამდის.